პირველ რიგში მე მინდა ბოდიში მოვხადო ფოთელებს, ხვალ არის ფაზისობა, ქალაქის აი ესეთი ბედნიერი დღე, ყველას სიამოვნებს ხვალინდელი დღე, მაგრამ დღეს მინდა გავაკეთო განცხადება, რადგანაც თბილისში 5 დღეა ჩვენი პარტიის წევრები შიმშილობენ მე-5 დღეა და არავითარი რეაქცია არ აქვს აი ამ შიმშილობას, ამ უკიდურეს ზომას. ვფიქრობთ, რომ ფოთის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენც დავიწყოთ აი ეს უკიდურესი ზომა შიმშილი, ვიშიმშილოთ. და მგონი, რომ მთავრობა გონს მოვა, მიხვდება, რომ ჩვენთან ლაპარაკი შეიძლება და სავალდებულო დიალოგზე გამოსვლა. იმიტომ რომ დემაგოგიით მოსული პარტია პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით დემაგოგიურად აპირებს გააგრძელოს კიდო თავისი ქმედებები და ამის შემდეგ აბრაგაცია მიდის პირდაპირ, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდო 4 წელი ჩვენ უნდა უყუროთ იმას, რაც მოხდა ამ პერიოდში, ახლა როგორც არის. აი ამიტომ ეს ჩვენ არ გვინდა. ეს არ არის საქალაქო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომაც ჩვენი ქალაქელების წინაშე მე პირადად ვხვდი ჩვენ ქალაქელებს ბოდიშს, გამომდინარე მოზარმაზარი დღესასწაულიდან, რასაც ფაზისობა ეწოდება და ვიწყებთ შიმშილობას უერთებით აქციას, რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქში.